გამარჯობათ ჩემო მაყურებლებო, მე ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი და ის ვინც გამოიწერს ამ არხს იქნება მისი არხიც. ეს შემოგთავაზებთ ძალიან ღრმა ეზოთერულ ტაროს და ვნახოთ ვის იწვევს ეს არკანები, ვისია ეს გაშლა. ვნახოთ. ახლა რასაც ვიტყვი და ვინც იგრძნობთ რომ ეს გაშლა თქვენ გეხებათ, დარჩით და უყურეთ თუ იგრძენით აი ამ ინფორმაციის დროს. ახლა რასაც გავაჟღერებ რომ ეს არ არის თქვენი, მაშინ გადადით სხვა ვიდეოზე. მაშასე ეს ეხება ურთიერთობას, ეს ეხება სასიყვარულო ურთიერთობას, ეს გაშლა არჩევანს ეხება ეს გაშლა და თქვენ ახლა უნდა გრძნობდეთ ესეთ რაღაცას, რომ წარსულში მოხდა რაღაც ძალიან მძიმე თქვენს ცხოვრებაში, ამ სასიყვარულო ისტორიაში, გამანადგურებელი, ძლიერი, დამანგრეველი, თითქოს გექნებოდათ შეგრძნება, რომ ერთ ბორბალში ტრიალებთ, გექნებოდათ შეგრძნება, რომ ჯოჯოხეთში ხართ და დაიწვით, ისეთი ტკივნეული ემოცია იქნებოდა თქვენი სულისთვის, რომ ყველაფერი დამთავრდა და თქვენ გაგწირეს, ან შეგწირეს რაღაცა ისეთი ტკივილი, რომელიც მოშუშება არ შეიძლება და თქვენ თითქოს ბედის წერის ტყვე ხართ. ესეთი შეგრძნება. თუ ეს შეგრძნება არის თქვენთან, თუ ამას გრძნობთ, მაშინ დარჩით ამ ვიდეოს და უყურეთ. ადამიანი, რომელიც თქვენ გიყვართ, ადამიანი, რომელსაც თქვენ შეხვდით წარსულში და გაკავშირებთ სასიყვარულო ისტორია, მრავალ რეინკარნაციაში თქვენ იყავით წყვილი. მრავალ რეინკარნაციაში თქვენ გიყვარდათ ერთმანეთი. მრავალი ცხოვრება გაკავშირებთ, ძალიან მრავალი და იყო რაღაცა შიში, გაუბედაობა, რაღაცა, რაც უნდა გაკეთებულიყო და არ გაკეთდა თქვენს ცხოვრებაში. შეჩერებული წამი. შიშის, მაგიის, ჩარევის, გაუბედაობის და ასე შემდეგ მიზეზი, მაგრამ გაჩერებული. ნახეთ რა ჩანს. თქვენში არ მომკვდარა სიყვარული, თქვენში გრძელდება ეს სიყვარული და თქვენ აი ამ დროის გასვლის შედეგად, ხო, აი რაღაც ამბავი იყო, შეგიყვარდათ ძალიან, მე რაღაც მიზეზის გამო მოხდა ამ სიყვარულის მსხრევა, გრევა, დაშორება და გავიდა დრო აი ამ წუთამდე, ამ წამამდე, როდესაც შენახლა უყურებ ამ ვიდეოს და ამ ყველაფერმა, აი ამ დროის პერიოდმა მოგიტანათ ძალიან დიდი ძალა. არ ვიცი, იგრძნობთ თუ არა, თუ არ გრძნობთ, ძალიან მალე იგრძნობთ, რომ რაღაცნაირი აი დემონურ ანგელოზებრივი ძალაა თქვენში, რას გულისხმობ, ძალიან ძლიერი ენერგიაა თქვენში და ამ ენერგიის წყალობით, მოდი ესე ვთქვათ, რაღაცა აი ხო იცით რომ სამყარო იმართება ენერგეტიკით, ხო? რაღაცა ენერგიას ასხივებთ, აკეთებთ ამ სიყვარულის შემოსაბრუნებლად. ეს რადგან საჯარო გაშლა, შეიძლება თქვენ აკეთებდეთ მაგიურ ჩარევას, შეიძლება თქვენ აკეთებდეთ უბრალოდ აფირმაციას, რომ მიიღოთ თქვენი სიყვარული, რაც თქვენ გეკუთვნით. შეიძლება ეს არის ტელეპათიური შეგრძნებები, შეიძლება ეს არის თქვენი მაღალი ვიბრაცია ენერგეტიკული, რაცაც ის გრძნობს და ეს დააბრუნებს მას თქვენთან.
გამოიწერეთ არხი. გააქტიურეთ ზარისხილაკი, ხოლო ვისაც სურს ჩემთან პირად კონსულტაციაზე მოხვედრა, უნდა მომწეროს Viber-ზე ან WhatsApp-ზე ნომერზე 591 233 507. ან Facebook გვერდზე ქართული შრიფტით რეიკი მკურნალი. ძალიან საინტერესოა. ეს არის კარმის ბორბალი, რომელიც შემოbrunდება და რომელიც მოატრიალებს ამ ადამიანს თქვენთან. ძალიან, აი ხო გითხარით თქვენში არის მეთქი რაღაც ანგელოზე ბრივ დემონური ძალა თქო, ხო? მაშიც იღვიძებს ეს რაღაცა მებრძოლური ენერგია, მაშიც იღვიძებს სიბრაზე, რომ რატო დაგთმოთ, რატო დაგკარგათ და ზუსტად იგივე სურვილი ჩნდება მასში, რაც თქვენში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის თქვენი დამსახურება. თქვენ ლოცულობთ. ეს ლოცვა არის სხვადასხვანაირი და გირჩევთ, რომ ეს ლოცვა არ იყოს შავმაგიური და იყოს თეთრი კეთილი ენერგიით, მაგრამ ჩანს, რომ თქვენ ლოცულობთ და ამ ლოცვას ექნება შედეგი. მაშინ გამოიწვიეთ სიბრაზე მრისხანება, რომ თქვენ არ ხართ მის გვერდით და მასთან. ის აცნობიერებს, რამდენად ცუდად არის, რამდენად უკუღმა წავიდა მისი ცხოვრება. ის აცნობიერებს იმ ჯოჯოხეთს, რაც თქვენ გაიარეთ, ოღონდ ახლა და რამდენად კარგად იქნებოდა, რომ დარჩენილიყო თქვენთან, რამდენად კარგი იქნებოდა, რომ გაგფრთხილებოდათ თქვენ. ის ძალიან მწვავედ განიცდის ამ ემოციას, ძალიან მწვავედ და რასაც თქვენ განიცდით ამ დროის განმავლობაში, ყველაფერს ერთბაშად თვითონ გრძნობს ახლა. თითქოს ბუმერანგი იმასთან მოbrunდა. იმ უპასუხისმგებლობის გამო, შეიძლება ესე ითქვას, რაც მან ჩაიდინა. ეხლა გაიხილა თვალები. ნახოთ, როგორ იქნება მისი შემოbrunება. თქვენთან შემოbrunება იქნება გათვითცნობიერებული. გაცნობიერებული აქვს ყველაფერი. ეს პროცესი მას მოუტანს ამ ცნობიერებას, რომ თქვენ ხართ ის ქალი, შეიძლება ამას ვერაცნობიერებდეს ის, რომ კარმული პარტნიორები ხართ, ესე ღრმად არ შევდიოდეს ეზოთერიკაში, მაგრამ აცნობიერებს, რომ თქვენ ხართ ის ქალი, ვინც მას მოუტანს ბედნიერებას. ის მოვა თქვენთან სახეცვლილი. თითქოს გაზრდილი, თითქოს დაბრძენებული, გააზრებული და იმის მცოდნე რა სურს მას, იმის მცოდნე ვინ ხართ თქვენ და რა ხართ თქვენ ერთმანეთისთვის და რა ხართ თქვენ ერთმანეთისთვის, მან უკვე დაარქვა სახელი, რომ თქვენ ერთმანეთისთვის ხართ შეყვარებულები. ნახოთ, როგორ გაგრძელდება თქვენი სიყვარულის ისტორია. საოცარი პასუხია. ორივეს მოგცემთ ძალიან დიდ ძალას ეს სიყვარული. თებს გადადგავთ. იქნებით ძალიან ძლიერები ერთად. დაუმარცხებლები და თქვენ დაწვავთ და დაამარცხებთ წარსულ ჩრდილებს, წარსულ ტკივილებს, წარსულ პრობლემებს, რაც კი ხელს გიშლიდათ, ყველაფერს დაწვავთ, არაფერს არ დაინდობთ და არავის არ დაინდობთ და თქვენ იტყვით, ჩვენ ვართ გამარჯვებულები, ჩვენ ვართ შეყვარებულები, ჩვენ ვართ მთლიანები და ჩვენში არის ღმერთი. მე ესე დაგემშვიდობებით ამ სიტყვებით. მიყვარხართ, გისურვებთ სიყვარულს. მომავალ ვიდეომდე.